ჩვენს ფილიალში ვართ. ჩემი პირველი გამოცდილება Lexus-თან. ამის 12 ნახევა. და რაღაც არ ვიცი. გავიდა კიდე რამდენიმე დღე, ჩვენი Lexus-ი ხა უკვე ბევრად უკეთ გამოიყურება. დაგრუნტულია, უკვე მაქსიმალურად არის ახლოს იმასთან, რომ აი პატარ-პატარა რაღაცები დარჩება და ალბათ საღებავის ეტაპზე ვართ უკვე. სულ რამდენიმე დღეში შეიღებება, სულ რამდენიმე დღეში იმის შემდეგ კიდე აიწყობა და უკვე უფრო დეტალურად, უკვე უფრო სერიოზულად და მეც მაინტერესებს როგორ დადის ეს მანქანა და თან თქვენს მოგიყვებით რატო არის ეს მანქანა ასეთი კარგი, პოპულარული და ასე შემდეგ და კარგი არის თუ არა რეალურად ჩემი აზრით. მე ვფიქრობ, რომ ასე თუ ისე საინტერესო ვარიანტია, პატარა არის, მაგრამ ნუ მაგ ყველაფერს ცოტა უფრო დეტალურად ვიდეოების მანძილზე გაიგებთ. ჯერჯერობით წინ არ შეურბივარ, ის მომწონს, რომ ყველაფერი ისე გამოიყურება, ეხლა რო წარმოვიდგენ საღებავი, რო დაესხება, საკმაოდ სოლიდურად და კარგად იქნება, მაგიტომაც ვარ აქ. და საბარგულსაც რაც შეეხება, აგერ ჩვენი საბარგულიც ასე გამოიყურება, უკვე ყველაფერი დამუშავებული აქვს, პატარ-პატარა რაღაცები ქონდა და ნუ ეგეც ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა. შევღებავთ და მოკლედ ცოტა უფრო დეტალურად მოგიყვებით მე ამ მანქანაზე. ვნახოთ როგორ დადის და რამე საინტერესო ფიშკები აქვს თუ არა. დაახლოებით კიდევ 10 დღე გავიდა. ეხლა უკვე კარგი ამბებით ვარ, ჩვენი Lexus-ი ისე აღარ გამოიყურება როგორიც იყო, ძალიან მომეწონა მე პირადად და მინდა რომ გაჩვენოთ. აი ესე გამოიყურება ჩვენი პირველი დასრულებული, ნუ პირველ რიგში ჩამოსული, გაკეთებული, უკვე დასრულებული Lexus-ი. საკმაოდ სიმპათიური არის, კი პატარა არის და კი რაღაცნაირი არის, მაგრამ მაგ ყველაფერს მიმოხილვაზე მოგიყვებით, ასე რომ არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ ამ მანქანის მიმოხილვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დადის უკვე თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, საქართველოში ზოგადად. CT200-ის შემცვლელი არის, უკვე CT200 აღარ გამოდის და გამოდის აი ეს UX-ები. ჰიბრიდულია 4x4-ია, კარგი ზომის არის ქალაქისთვის, ცოტა სასწაულს და თან Lexus-ი არის. მოკლედ საინტერესო აზრის დატოვება მომიწევს ჩემი აზრით, ასე რომ არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ ამის მიმოხილვას, მაგრამ მანამდე ჯერ სრულად დასამთავრებელი გვაქვს ეს მანქანა, ჯერ გაჩვენებთ პირველ რიგში და მე ეტაპობრივად მივყვეთ. გავრეცხოთ მანქანა, გაჩვენოთ რაღაც ლამაზი კადრები, ასე რომ მოემზადეთ, არხი თუ არ გამოგიწერეთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო და წავედით Lexus-ის საყურებლად. ეხლა ვნახავთ ქვევიდან თუ ჭირს რამე კიდე, თუ არის რამე დასამაგრებელი ან რამეზე შპილკი ხო არ აკლია, სანამ გავალთ აქედან. 1-2 პრობლემა დაგვრჩა, რაც არის გასწრების სენსორების ჩეკები, პარკინგის ჩეკები, საბურავი გვაქვს გაცვეთილი ერთი მხრიდან, სულ ალბათ სავარაუდოდ რო წევდნენ და გაჩავდნენ მანქანას მაგ დროს დაზიანდა, მაგრამ ნუ ეს პატარ-პატარა რაღაცები დიდი არაფერი. მთავარი არის, რომ ეგ პატარ-პატარა რაღაცები მერე არ გადაიზარდოს რამე ცუჩიან, რამე ცოტა უფრო ცუდი პრობლემები არა აქვს, ეგ უკვე მაწყობს, არაუშავს მაგ პატარ-პატარებს მოვერევით ჩვეულებრივ. თვითონ მანქანას რაც შეეხება მომწონს, მომხიბლულად გამოიყურება. შავი რო ყოფილიყო, ჩემი აზრით ცოტა უფრო სიმპათიური იქნებოდა, მაგრამ ნუ ეს ფერიც ამ ფერსაც არაუშავს. აი ესე გამოიყურება ჩვენი საბურავი. შესაძლებელი იქნება წყვილად წინა ორს შევცვლით. საუნდშიც საკმაოდ სიმპათიური არის და ხარისხიანია. ანუ 60,000 მილი აქვს გარბანი, ბევრი არ არის, მაგრამ ცოტაც არ არის საკმარისია იმისთვის, რომ თუ დასაზიანებელია, დაზიანებულიყო ეს ტყავი. აინტერესოა ჩვენი პირველი Lexus-ი. აი ეს მუღამი მაგ ძალიან დიდი, აი სუსუბოლო აი ესი რომელიც არის, ცოტა უფრო განიერი, ცოტა უფრო სიმპათიური, ცოტა უფრო
აგრესიული მზერით, მაგრამ არ ვიცი ვნახოთ როგორ გამოვა მაგის ჩამოყვანა, იმიტომ რომ დასატოვებლად აი ესე არ მინდა, მაგრამ გაყიდვაში ცოტა უჭირს, როგორც ვიცი. თუ ვნახე რამე ისეთ სიტუაცია, რომ შემიძლია კაი აი ესის გარიგებაში ჩასულა, ჩაჯდომა და ასე შემდეგ, მოკლედ აუცილებლად წამოვიყვანა აი ესაც და გაჩვენებთ. თან მეც მაინტერესებს პირადად როგორი არის. მაგარი ჩამოყვანა თუ გინდათ შეგიძლიათ მომწეროთ და ესაც ჩამოგიყვანთ. ან ცოტა უკეთეს. აი საბურავის ქვეშ გვაქვს ეს დასამაგრებელი. რაღაცები არის მოსაგვარებელი, მაგრამ თვითონ მანქანა საკმაოდ კარგად გამოიყურება ქვევიდანაც. რავი დიდი არაფერი არ ჭირს. ახალი ვითარი. 1-2 გასმული, 1-2 ჭუჭყი, მაგრამ კატასტროფული არაფერი. უარესებიც გვინახავს. ყველაფერი კარგად არის. ერთადერთი ის ხრჩება, რომ ეხა დავქოქო მანქანა და გავიაროთ, მაგრამ მაინტერესებს როგორ დადის. დაახლოებით თვენახევარი არის რაც მყავს და ჯერ არ მივლია მანქანა. ჩემი პირველი გამოცდილება Lexus-თან. და რაღაც არ ვიცი. ანუ რაღაცა უცნაური შეგრძნება არის. ძალიან პატარა არის ხედვის არეალიც პატარა აქვს. შუშები პატარა აქვს, სარკე პატარა აქვს, იქაც უკან შუშაც პატარა აქვს. ანუ ვზივარ, კი კომფორტულია, ბაზარი არა. ხმაური დიდად არ შემოდის. კარებიც მძიმედ იკეტება, საჭიც კარგად ტრიალებს, მაგრამ არ ვიცი, სავარაუდოდ უნდა მივეჩვიო და სანამ მივეჩვევი, კაი არის პირველი აზრი, მინდა რომ დავაფიქსირო რა, აი ესე მომწონს ხოლმე პირდაპირ ჩართო, რომ გითხრათ პირდაპირ რა ემოციებია, რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მე პირადად Lexus-ი არ მყოლია არასდროს, არც მჯდარ ვარ, არც მიტარებია, სხვისიც არ მიტარებია, მოკლედ მაგრად მაინტერესებდა ყოველთვის როგორი იქნება Lexus-ი. Lexus-საც შევეხით. ეხლა ცოტა უკეთესი Lexus-ი მინდა. ჩვენი საბურავი ხტუნაობს და ბაგაბუგის ხმა მესმის, ტკ ესე მივდივარ. მაგრამ რას ვძავთ არაუშავს, ეხლა მივდივარ სახლისკენ, სავარაუდოდ ხვალე გაირეცხება ეს მანქანა და უკვე მე რა ვნახოთ საწა გვიყვანს ამის პრობლემები, რას მოვაგვარებთ, როგორ მოვაგვარებთ, მაგრამ ეს არის მოკულმინაციო ადგილი, სადაც ჩვენი Lexus ამბები უკვე ირკვევა და საბოლოო ჯამში ბოლოსკენ მივდივართ. ასე რომ წავედით სახლისკენ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს გვერდზე ხართ. დავიზარით საოცნებო მანქანებისკენ. გავიდა რამდენიმე დღე, მამამ თავიდან ბოლომდე მიხედა მანქანას, რაღაც პატარ-პატარა ნაკაწრები, სადაც ქონდა იქ პოლირება გაუკეთა, სადაც ჭუჭყიანი იყო იქ გაწმინდა და მოკლედ ახლა ეს მანქანა არის მაქსიმალურად მიახლოვებული იმ მდგომარეობასთან, რომელშიც უნდა გაიყიდოს. ეხლა ჩვენს პრობლემებს რაც შეეხება და ჩვენი პრობლემები რაც იყო, ჩეკები ვახსენე, მაგრამ ჩეკები გაქრა გზაშივე. ეხლა გვაქვს პრობლემა საბურავთან და გვაქვს პრობლემა საბარგულთან, იმიტომ რომ საბარგულს რო ვაჭერთ იხსნება, მაგრამ არ იგეტება. მოკლედ, ეხლა ჩამოვედი, რომ რაღაცები ვიჩალიშო და ვეცადო, რომ ჩავკეტო და მე წავიდეთ საბურავების საყიდლად. მაგით მოვრჩეთ ჩვენი პრობლემების 80%-ს. ესე იგი, წესით ეს საბარგული არის ავტომატურად გახსნის ფუნქციით, მაგრამ აი ესე შუა. აი ესე შუა. მაგრამ ინტერნეტში წავიკითხე, რომ სუსუ ბოლომდე უნდა აწიო. ესე. მე დააჭირო ამას. მაგრამ ხმა არ აქვს.
ხო ქონდა ხოლმე ხმა. არა? ო? აქ რა ხდება? აქ უნდა იყოს. არა? ეს არ არის. სადღაც ხომ უნდა ქონდეს კნოპკა. არჩაც. ესე იგი როგორც ვნახე ეს ტიპი აჭერდა. მე ეს ჩამოქონდა ხელით. და სადღაც აი აქ აჩერებდა. მე ესე შვებოდა ეს საბარგული. მე კიდე ერთხელ გახსნიო. სულ ბოლომდე. იმედია უშველის. მე ისე ვაჭერდა. 1,000,000 zillion jillion dillion cotillion times later. ერთი ძველი ბლოკითაც ვცდი. ნახოთ აბა რა სიზოხს. აშოტა გვინდა. წავედ საბურავებზე. შევცვალეთ. Tesla Model 3 უნდა მივიღოთ. მე როგორც ყოველთვის დილაობით ხოძზე. ყოველდღე დილას ადრე ვიღვიძებ. მოკლედ, არხი გამოიწერეთ და დაელოდეთ ჩვენი Tesla Model 3-ის ვიდეოს. ეს პირველი Tesla იქნება ჩვენს არხზე და აგი საქმე დუხს. წავედი მოკლედ. აშოტა Lexus-ში კლასიკურ, კაროჩე, მანქანა ვერ ჩამოვიყვანე ისე რომ ეს ბიჭი არ ჩაჯდეს ამ მანქანაში და რაღაცებს არ უჩიჩინოს. მოგესალმებით. მოკლედ. ვართ ეხა ჩვენ პრობლემით. პრობლემა გვაქვს, საბარგული არ იხსნება, უბრალოდ იხსნება და ბოლომდე არ ადის და არც ჩადის და აი მოკლედ ისე დამაქოქინე ჯერ და მე გამოვიდე. ბაზარი არა, ეგ მოისადე. აჰა, ეს გამომართვე. так, დავაქოქინოთ. აჰა, გადავეცით. მოკლედ, გვაქვს პრობლემა ისეთი, რომ საბარგული არ იხსნება, იმის შემდეგ რაც შევცვალეთ და მაგასაც მე ვერ მოვერი, ვეცადე, მართლა ვეცადე ვიდეოც მაქვს. პირდაპირ არ მოვსულვარ, არ შემიწუხები ხარ. მოკლედ, თუ დაგჭირდათ თქვენ რამე, მე პარალელურად სანამ აშოტა სიმღერებს უსმენთ. მუსიკა გვაქვს. იგეთ. შუაში. ნახე. აი, ამაზე ვღადაობდი. უნდა მეჩალიჩი. აი, სამარიან ტეტრის ისინი რომ პაიერები. მე გეტყოდი რაც არის, პროსტა ცენზურას არ ვარ. მოკლედ. თუ დაგჭირდათ რამე ელექტრონული ან აირბაგი ან რამის დაპროგრამება ან გასაღები ხანდახან, მოკლედ, ნებისმიერ რაღაცაზე დავურეკეთ აშოტას, ჩვენი სახელი თუ დარეკავთ, ფასდაკლებებსაც გაიკეთებთ, ყურადღებასაც მოგაქცევთ და მოკლედ, ეხა კიდე ჩვენი პრობლემა გადავჭრათ. გიღებ, მოყევი. აუში ალიჩუქთ რა. მადლობა შემდეგი. კაროჩე, ჩვენი საბარგული არ იღება. ხო, კნოპკით ვერ ვაკეთებ. ანუ კნოპკით რატო ვერ ვაკეთებ? კომპიუტერით ვაკეთებ. შენ რო თითით ვერ გააკეთებ, მაგიტო ვაკეთებ კომპიუტერით ახლა. ვცდილობ გავაკეთო. სენსორები რა ყველაფერი წოფში არის, დაპროგრამდება და იმუშავა. შო, გასაგები. არა და მოუწევთ თქვენი ხელით გავიგო. ეგ გასაგებია. ოკეი. შო. პრობლემები გრძელდება და პრობლემა ეხა იმაში მდგომარეობს, რომ მარცხენა სენსორს ვერ ხედავს ჩვენი საბარგული. ეხა წავალთ და სადაც ერთხელ შევცვალეთ ჩვენი საბარგული, მეორედ მივიდივართ ეხა სენსორის შესაძლებლად. მოკლედ დავღალე ის ხალხი, მაგრამ რა ჩემი ბრალია, ეგრე მიწევს. წავედით, შევცვალოთ სენსორი. მოვედით ჩვენს Lexus-თან. აი ესე გამოიყურება ჩვენი ეს სენსორი და დგება აი აქ, აი აქითა გვერდზე. მამამ უკვე მოხსნა ძველი თავისი ამ საბარგულს რაც ეყენა და რაც მოყვა. და ეხა იმედია რომ ჩვენი პრობლემები ზუსტად აი ამ ნაწილის შეცვლით მოგვარდება.
მეორე მხარე გამომატანეს. Короче, წავედით. აღარაფერს არ ვიძახე. აგერ ჩვენი ნაწილიც უკვე მე-18 ვცვლი, მაგრამ მაგარი იმედია ამით მაინც დამთავრდება ჩვენი საბარგულის პრობლემები. ცდა მეორე, ხა მთავარია მამამ არ თქვას, რომ ეს მეორე მხარეა. იმედია ამით დამთავრდება ჩვენი წვალება. ჯერჯერობით დიდას შედეგი არ აქვს. ვაჭერთ გახსნას არ იხსნება ზუსტად იგივე სრულება მოკლედ რასაც წინაზე და არ მგონია ორი განსხვავებული სენსორი იყოს დაზიანებულია. სავარაუდოდ ეხლა უკვე უნდა უშუალოს ადაპტაცია. მაგას ვაკეთებ ზუსტად. წამოვიდა და გაჩერდა. მაგრამ ესე არ აკეთებდა წინაზეც. მიდი ეხლა ძალათი გახსენი. ეხლა დააჭირე და გეჭირო სიგზევით. კაცი ერთი. აბა მიდი. მიდი რა გთხოვ. ხო შეშვება. რა უნდა და ღამის 12 საათია, ლექს სამბები გრძელდება, მოკლედ ამ საბარგულმა დაატყდა. წავედით ჩვენ საშოტასთან. და ვნახოთ აი ეს საბარგული გაიხსნება თუ არა საბოლოოდ. ღამის 12 ნახევარია, ყველაფერი უცვლელად. ლექსუსი, საბარგული, კომპიუტერი და მოკლედ ნახოთ ჩვენი შედეგები. მარცხენა დათში გვევძვით ისე. აბა. ასე შემიგანია. Короче, ვიპოვეთ პრობლემა. და აშკარად პრობლემა სენსორში არ ყოფილა. და აი ამან მოგვატყუა, იმიტომ რომ ცუდად თარგმნეს. აწი ჩინურს ვისწავლით. აგი ჩვენი დამნაშავე. სიო. მე მგონი ვიპოვეთ. სიოი. მე იმედია სხვაგანაც არ იქნება, ეხა გადაჭრილი და არ მგონია. გაწყვეტილი. სუეჭველი. Просто ამან მოკეცა საბარგული რა. ხო. ამან კი არ მოკეცა, მომენტ საბარგულმა მოკეცა ეს. საბარგულმა მოკეცა და ხესნა გადავჭრა და გადავობა და მე მგონი და არ გვაქვს კანონსაწინააღმდეგოა თო. ცივია რავია. მაგიტო ვაწევ. რო შევათფოთ? სანტებელა გააძრე და სანტებელაც არ მაქვს. არა, შე ვერ გავჭრი. კაი, წამოვიგებ ძანას და შო წავედით ჩვენ ხვალ გავაგზავნებთ რა. ხო, შო დავიშალეთ. აბა კარგი. აშოტა ნაცნობ კედლებში ჩვენს ფილიალში ვართ. რომელ საათზე? აუ აღარ მახსოვს. Короче, ეს არის ჩვენი პირველი ფილიალი, ნახოთ რამდენამდე გავიზრდებით. მე ამ ვიდეოს ჩავრთავ და ვიტყვი. პატარები ვიყავით ჩემი. მოკლედ, ეხა ჩვენს კაბელებს ვაერთებთ, რომ იქ ყველაფერმა იმუშაოს და ხვალ დავამშვიდობოთ ჩემს საყვარელ Lexus UX, რომლის საბარგულმაც უკვე ერთი კვირა გაბურღა ჩემი მარჯვენა მარცხნივ ქვევით და ყველა მიმართულებით. ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ ჩვენი საბარგულის ამბები. აი ესე ექსპერიმენტალურად პარკის წინ სუფთა ჰაერზე ისე აღარ ცივა ძალიან და ვრილდებით. სხვათა შორის არ ვიცი ეხა ეს ვიდეო როდის არის გადაღებული და როდის დაიდება უბრალოდ გადაღებული როდის არის ვიცი. არ ვიცი ეხა ჩვენი Porsche-ს ამბები მეორე სერია როდის გამოვა, იმიტომ რომ ჯერ არ გადაგვიღია, მაგრამ შეიძლება ჯერ Porsche-ს ამბები დაიდოს და მერე ამ Lexus-ის ამბები. ხო და გადადით არხზე და ნახეთ თუ დევს Porsche Taycan-ის ამბები, აუცილებლად შეხედეთ და ათვალიერეთ როგორი გამოგვივიდა და შეაფასეთ. ჩვენ კიდე უკვე ნელ-ნელა კულმინაციას ვადგებით. ყველაზე მეტად მომწონს ხოლმე პრობლემის პოვნა. აი, როიპოვი ყველაზე სასიამოვნო არის. ნახევრად გადაჭრილია მეტად თუ არ. ასე რომ რეალურად პოვნა არის რთული თორე როიპოვი გაკეთებას რა უნდა.
არა, მე ძალიან დიდი გზა მაქვს გამოვლილი და გაკეთებასაც პრობლემები ქონდა ხოლმე. უბრალოდ თავარია სწორი ხალხი იპოვო რა, აი, რასაც დავაკვირდი ამ საქმეში, თუ სწორ ხალხში ხარ და ნელ-ნელა გამოცდილებაც მოდის და უკვე იცი ვის დაურეკო, როდის დაურეკო და რა უნდა გააკეთო. ეხლა მაგალითად კაბელებს ვაერთებთ. მაგალითად. ჩვენ ხო სხვა საქმე არ გვაქვს. ამის 12 საათი. ოპა, რას ხედავს ჩემი თვალები? აშოტა არის გამარჯვებული. საბარგული 0, აშოტა 1. შეულოცეთ. მოვიგეთ, გავიმარჯვეთ. ჩვენი Lexus UX არის გამართული. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, აი ამ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა. შეხა ხსნი და მიგვაქვს ხო? კი. აი დავай გადაღებას შევწყვეტ. ეხლა დავამუშავებთ ლამაზად გემრიელად, რომ არც არაფერი დაზიანდეს მერე სამომავლოდაც რო გამოადგენს თავის პატრონს და იქ არის მე დავამშვიდობები ნელ-ნელა ამაკრას. მოკლედ, ამასობაში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სად არის ეს? ჩვენი Lexus პროექტი არის დასრულებული. ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოეწერეთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, აი ესე ვამთავრებ პროექტს, რამე აღარ მინდა ამანქანის ხსენება ჩემს არხზე მორჩა, მიმოხილვას დაელოდეთ, გამოეწერეთ არხი, დაელოდეთ მიმოხილვას, იმიტომ რომ ამანქანაზე საინტერესო თეორია აზრი მაქვს დატოვებული. მოკლედ, თუ გინდათ ესეთი მანქანის ყიდვა, აუცილებლად დაელოდეთ ჩემს მიმოხილვას ამანქანაზე და მერე გადაწყვეტეთ გინდათ თუ არა. მანქანის ჩამოყვანა თუ გინდათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ესეც ჩამოგიყვანთ, ან ცოტა უკეთეს. ჩვენი Lexus პროექტი, აი ასე დასრულდა. საკმაოდ კარგი გამოვიდა, სიმპათიური მანქანა არის, ყოველდღიურობისთვისაც გამოადგება ადამიანს, ვინც იყიდის. მოკლედ, ფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო მოდელი არის, მაგრამ ცოტა უკეთესიც შეიძლება. ამ ყველაფერზე მიმოხილვაში ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიდეოს უყურეთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს და დაელოდეთ ჩვენს ახალ პროექტებს.